ეს ჩვენ ვისაც უნდა მივაბაროთ 4 ქართველი ვაჟკაცი ვასიკო და ნუკრი ციკლაურები და თემურ და ზურაბ ზადასტანიშვილები. მე მინდა გითხრათ, რომ ისინი ერთი ოჯახის შვილები არიან. ერთმა ოჯახმა გაიღო ასეთი დიდი მსხვერპლი ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე ქეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ქეთს ვიხრი მათი ოჯახის წინაშე. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქალბატონი ბელა ზადასტანიშვილი, რომელმაც ღირსეულად ატარა და ატარებს ამ უდიდეს ტკივილს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩვენ აქტიურად გვეხმარებოდა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი. ეს მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი და საქართველოს მთავრობის უშუალო ჩართულობით. უკვე რამდენიმე წელია წითელი ჯვარი მუშაობს აფხაზეთში უგზო დაკარგულთა მოძიებისთვის. ამ პროცესში ასევე ჩართული არის დევნითა სამინისტრო და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ასევე მინდა აღვნიშნო იმ სპეციალისტების ღვაწლი, რომლებიც აქტიურად გვეხმარებოდნენ ნეშტების ცხედრების ექსგუმაციის პროცესში. მოხდა იდენტიფიცირება ამ ადამიანების და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის დამსახურება ის, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გართულებული ურთიერთობების ფონზე აფხაზებთან ჩვენ აფხაზურ მხარესთან პირდაპირ დიალოგის საშუალებით შევძელით და 30 გმირის 30 ვაჟკაცების და ადამიანების ნეშტები გადმოვასვენეთ საქართველოში. და ციკლაურები და ზადასტანიშვილები არიან სწორედ მათ შორის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო დევნითა სამინისტროს მის ყოფილ ხელმძღვანელს ბატონ დარახველიძეს, ამჟამინდელ ხელმძღვანელს ბატონ სუბარს მათი ძალიან აქტიური მონაწილეობისთვის ამ პროცესში. და მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც ამ დიდ საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ დამატებით 12 ადამიანის ნეშტის გადმოსვენებას გეგმავთ უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ამ გმირი ადამიანების ხსოვნის წინაშე. მადლობთ. 어서들! 전! 전! 어서들! 전!